აი მოვედით დაპირებულ ადგილზე მეგობრებო. მოვატრიალოთ. ორბელების კოშკი. ნახეთ. ეს ძველი სახლი ჩანს. უკვე მინგრეულ-მონგრეულა. ან შეიძლება ძველი ქვები დააშენეს. ესეც ძველი სახლი ჩანს. აი როგორი კიბეები ქონდათ და ეს კიბეები მაგარი კოშკია, რაღაც ძალიან ლამაზი კოშკი ჩანს. უი და ჩვენი შემოქმედება ეს არის მეგობრებო, რა მაგარი ადგილია. აღარ ახვიდე მაღლა, მარინუს არ გააჩერე რა. გადამატარე. აი მეგობრებო, ჩვენ ვართ ორი ხელოვნების უბრალოდ კულტურის გასაყარზე. ერთი ჩვენი ძირძველი მე-12 საუკუნიდან კოშკი ორბელების და ეს დღევანდელი შემოქმედება. რეზინების გალავანი. ხო მაგარია. ეს დღევანდელი ჩვენი შემოქმედება, ეს ადრინდელი შემოქმედება. მოდი ავიდეთ ახლა მაღლა რა ხდება, რა ხო? კარი დაკეტე მე რო გადმოხვალ, ხო? ეს ადგილი იყო ორბელების მეგობრებო, სავარაუდოდ აქ ცხოვრობდნენ ორბელიანები, ორბელიანები როდესაც შეიკრიბნენ მერე დემნაუფლისწული 19 საუკუნე არის მეგონი. მე-19 საუკუნეში ორბელები არ იქნებოდნენ მარინოს ეს ტყუილია. არ ვიცი. არა, არიან ეხლაც, მაგრამ ესეთ რამეს ვერ ააშენებდნენ მე-19 საუკუნეში. მოკლედ, ეხლა ვღლაჭუნებ, კავს ვაღლაჭუნებ, მეგობრებო. ცოტა გავაშუქო. ესე იგი, მოგიყვებით ერთ რამეს რა, ორბელებზე. ორბელები იყვნენ ისინი. ვიღაცა შემიწერებს რომ ორბელიანებიო, არა. მათ ერქვათ ორბელები, შემდეგ ორბელიანებად გადაკეთდნენ. ორბელები, როდესაც მე-12 საუკუნეში მთლიანად ამოხოცეს, მხოლოდ ორი ძმა გადარჩა. ამოხოცეს იმიტომ, რომ ესე იგი გიორგი მესამეს შეთქმულება მოუწყეს. როდესაც ომში იყო წასული, შეთქმულება მოუწყეს და დემნაუფლისწული აირჩიეს ვითომ თავისი მეფედ. ხო და საბოლოო ჯამში დემნაუფლისწული გამოექცათ და დარჩნენ ესე დაღებული ხახამშრალები. დედა და ახლა შევიდეთ შიგნით. შევდივართ კოშკში, ორბელების კოშკში. საინტერესოა ხო? აი ესეთი კარი ნახეთ როგორ არის. აი ჩვენ ძალიან მაგარი საინტერესო მთავრობა გვყავს. იმდენად ესეთ ძველ ძეგლებს იმდენად უვლის, რომ მოვლილია საოცრად რა. ვერაფერს ვერ დაუწუნებ ამ მთავრობას, ისეთი კარგი მთავრობა გვყავს ჩვენ, კაცო. ხმელთო ჩემო. ნეტას ჰად ვიყავით აქამდე რომ ეს მთავრობა არ ვყავდა, იმიტომ ვართ დაქცეულები. ამ კოშკის შესახებ მეტი არაფერი არ ვიცი. გარდა ისა რომ ორბელების არის. აი უბრალოდ ნახეთ რა ძალიან მაგარი კონსტრუქცია აქვს. თვითონ აი ამ ჭერი არ ქვია ამას, უფრო კუპელ. კუპელს ქართულად ქვია. გამახსენდება. გეველბე.
აბა გამახსენეთ ახლა ქართულ გუმბათი, ხო, გუმბათი. გუმბათი ვით არის რა? შუაში აქ რაღაცა გაფუჭებულა. კაი. წავედით ახლა მაღლა. ეს ოპელი. ნახეთ რა ლამაზია. ყველაფერი მოშენს, ვაუ. კუმისის ტბა. ლამაზი სოფელია ძალიან. სოფელი რა? ხედი უფრო სწორედ. ეს ძველებულია ნედა? აი. აი, წავედით აბა. აი ეს მომეწონა ძალიან. ნახე როგორ არის შემოსილი კარი. მაგრად. ავედით. კიბერებზე. ნეტა ვისიცავდნენ, აქ გასასვლელი კარი იქნებოდა კი იქ, იმიტომ ამოუთხრიათ. გასაქცევი კარი იქნებოდა აქ, იმიტომ მიცავდნენ აქ. დარწმუნებული ვარ, თამარ მეფეს ერთ დროს ამოუვლია. ულამაზესი კოშკია და ამის შესახებ არ ვიცი, ოდით. და ეხლა 6 იანვარს რომ მოხდი აქ, ძალიან საინტერესოა. აქვე არის ჩვენთან 20 წუთის დაშორებით. ულამაზესად ნაგებია, ნახეთ რა ლამაზია. რა ლამაზია. ვაუ. ვაუ. Das ist ja Hammer. Buchried. Das ist echt cool. Oben ist es noch cooler. აუ, მაგარი რაღაცა. ესეთი რამე არსად არ მი ყველაზე კარგ მდგომარეობაში შემონახული უძველესი კოშკი. მაგრამ ეს არ არის ძველი კოშკი. მე არ ამგონია რომ ეს არ არის ძველი კოშკი. აბა ეხლა ესეთ რამეს მე-19 საუკუნეში ვერ ააშენებდნენ მარინოს. იძერია ინტერნეტში, მე არ ვიცი. წერია? ნუ შეიძლება შეარემონტეს. შეიძლება შეარემონტეს მარინოს. ესენი ცოტა უფრო მაღლა უნდა წახვიდე. აი, აქაც კიდე არის ბუხარი. იცი რა მარინოს ეს გას შერემონტებულს კი ნახე აი გაურემონტებიათ მაგრამ იოანე რას აკეთებ ეგ ჩაქუჩი რა გინდოდა ჯერ ეგეც weißt du was das Auto ist aufge აქედან როგორ ახვედით იქ მაღლა იქიდან აქაც არის კიბე ეს კიდე არის კიბე ვაუ მანდაც არის კიბე ხო და აქედან სხვაგან ადიხარ და მანდაც სხვაგან ალბათ არა ადიხარ და მან დიყავით ასულე ხო იქიდან არ იყავით ასული იქნებ სხვა სართულზე ადიხარ მან კაცო რეებს ლაპარაკობ არ იცით ღმერთო ჩვენო წამოდი დედიკო ამას აყავხარ სხვა სართულზე და იმას სხვა სართულზე აყავხარ. ეგრეთ ვარ იყოს ნახავთ რა. აი, რა კარგ მდგომარეობაში გვაქვს ჩვენ ეს მდგომარეობა აქ. ქართველ სახელმწიფო მე შენ გეუბნები. მიხედა შენს ძველ კულტურულ წაგლავს თორე დაღავს. დაგასხავლავს. სხვანაირი კიბე აღარ არის. ხო გითხარი დედიკო მე ესენი ვიცი ყველაფერი. ვარდეშო. აქ იყო ვიცი.
აბა მეორე გზა. აი, შერემონტებულია მე-19 საუკუნეში, კი ბატონო. ვეთანხმები. მეორე გზაზე რო წავიდე, სხვა გზა. იქ სხვანაირი ოთახი იყო, ხო, რო ახვედი? არა, შენ ზადაგრუში. ერთი წუთი დავეთვარიელო აქ. აი, რანაირი ოთახია, ხედა? იქ კიდე დამალული ოთახია აქ. მოიცა. არა, არ ჩახტე დოდიკო. თუ გინდა ჩახტიება, ნახე რა ხდება. აბა აქ ჩაიხედე. აი იქ. ჩანს ოთახი? ხო. რომელი ოთახი ჩვენ სადაც ვიყავით? არა. აბა მოდი ერთი წუთი მას შავხტე. აბა ხვალ მოდი მომკიდე ხელი. მოდი. დაიჭირე ერთი წუთი. გადამიღე თუ გინდა. არა, იგი ოთახი არის. მე სადაც ვიყავ. როგორც მე ამოვერი. როგორ ამოხვედი, აბა? აი, ჯერ. ხო. აი, ახლა სხვა გზა წავიდეთ. ჯერ წავიდეთ. აქ რა არის? აქ ეთყობა სამალები იყო. კაი, წამო. ანუ იქ სუმაღლა იყავით, ნიკოლას? ხო, სუმაღლა ვიყავ. მე წავალ, ხო? შენ წამოდი. ეს ბოლო საფულია. ნელა იარე დედიკო, ფეხებს ნუ აბატყუნებ ეგრე რა. თორე ისე ეს გაფუჭებული აქაურობა. უი. საწყალი. აქ სამალი ქონდათ? მე აქ მე-19 საუკუნეში ნახე დაუჯვიათ უკაცრავად. ამას დაჯმა ქვია. მე ესე ვუწოდებდი, გაიწერწი დედიკო. მოკლედ. არა, არ გადმოხვიდე შენ. თუ გინდა გადმოდი, ოღონდ ცხილად იქ შეიძლება ჩავარდე. მომკიდე ხე. ესე იგი აქ არის ეს კუპელ არის გუმბათი. აქ ეს ამოყვანილია. და აქ მე დასხმული არის რაღაცა დებილური ცემენტი. ხო და ახლა ხო, აქ იყო ბოძი. ეს გადიოდა წესით. აქ თუ ბოძი იყო. კიდე იყო ერთგან ბოძი. აი, აქაც ბოძის ადგილია. ეს არა. კიდე სად იყო ბოძის ადგილი, აბა?
ბოძის ადგილი. მოიცა? არა, აქ არ იყო ბოძი, ეს იყო სასროლი. აქ უბრალოდ ამოვსებულია. ამოვსებულია და ჩაყრილია ეს ქვები. ღმერთო ჩემო. როგორი მოვლილი ქვეყანა გვაქვს, ნუ მოკლედ გადასარევი. მეგობრებო, ძალიან საცოდაობაა ამის ნახვა. მე როგორც ახლა არქეოლოგი, ხო, ესეთ ძეგლებს ამ დღეში რომ ხედავ, ხო, გული მწყდება ძალიან რა. და კიდე ჩვენი თუნდაც სახელმწიფო იტყვის რომ ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილების შექმნის უნარი. ჩვენი უნივერსიტეტები იტყვია რომ ჩვენ არ გვჭირდება არქეოლოგები. ჩვენი საპატრიარქო იტყვის რომ ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი არ არის. და ჩვენ გვინდა რომ ღმერთი მოვიდეს და დაგვათხლიშოს თავზე ეს გაბწყინება თუ რა გინდათ ვერ გავიგე. შვილო ჩემო. რა გვჭირს არ ვიცი. აი აქ იყო ბოძის ადგილები, ნახეთ. აი აქ წესით. არა, არც აქ არ იყო. აქ როგორც ჩანს, ბოძის ადგილები არ არის. ბოძი ქვია თუ რა ქვია? ბოძი არა, მაგას რაღაცა ქვია, ქართულად სხვანაირად ქვია. ხილად? ახლა შენი დახმარება დამჭირდება დედიკო, დამჭირდა? აი მე თვითონ შემოვალ, ოღონდ ეგ დაიჭირა. მადლობა. ეხლა მეორე გზა სადაც აი აქ როგორ ისვრიდნენ ახლა. დაბლახე და მიზანში ამოიღებდნენ და ისვრიდნენ. რა თვალები ქონდათ? მქედან გადაიხედავდნენ აბა სად არის ჩვენი მტერი? აქ არის თუ იქ არის? აი მაღლა ავიდოდნენ. ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს, რა სავარაუდოდ რასაც ვხედავ. აქედან იქნებოდა ასასვლელი, აი აქედან. აი ამთას რო გადაივლი, იქ არის მერე აზეულას ის კოშკი, სადაც მოაწყოს შეთქმულება. ჩადი. აჯანყება, შეთქმულება თუ რაც გინდა ის დაარქვით. ამ ორბელებმა საწყალი 21 წლის ბიჭი დემნა უფლისწული დაითრიეს. სიძე იყო მაგათი და მოდი ახლა შენ გაგამეფებთო. ხარა? ბოლოს მიხვდა დემნაც რა ხდებოდა და პირადი ინტერესები რო იყო აქ. გადმოძრა კოშკიდან, აი ესეთი კოშკი იქნებოდა იქაც აგებული, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ დანგრეულია იქაურობა. არავინ ყურადღებას არ აქცევს, არც მთავრობა, არც საპატრიარქო. თავარია კუჭები ქონდეთ ამოვსებული და თვითონ იშენებდნენ სახლებს. აშკარად ეთყობათ, რომ ქართული სულისკვეთების არც ერთია და არც მეორე. ხო და ასე და ამგვარად შემოკარგება. გადმოხდა ეს დემნა უფლისწული, გადმოძვრა კოშკიდან, მივიდა გიორგი მესამესთან და ფეხებში ჩაუვარდა, რომ მაპატიეო. ეხლა აქედან ავიდეთ, ხო, ნახოთ ამა. ხო და აქ შეერთოთ არ. სად ვიყავით აბა მაშინ? აბა მამიკომ რა თქვა, რა კიბეებია კიდევ? ორჩე არის, ხო. აქ რა წერია? ჰა? მოელანდა მამიკოს? თუ პორტალი დაიხურა. არ არის. არ ყოფილა კიბე. არა, აქ რა წერია?
მან წერია E ან V ან ცხრიანი რა ვერ გავიგე ზუსტად რა წერია. ეუф ეხლა ეს რო იხილოს ან რომელიმე ორბელმა აი ესა საბურავების გალავანი ან ვინმე ჩვენმა წინაპარმა მე-12 საუკუნიდან თქვა თუ მე-15-დან თუ მე-9-დან თუ მე-8-დან მაგას მშობა არ აქვს და ეს რო იხილოს ხო გაიცილებათ მაგრად გაიცილებათ მე გამეცინა მაგალითად მეგობრებო ძალიან სულ დღეში ვართ ქართველები რა არავის ჩვენი პატრონი არ არის როგორც ჩანს თორე ესეთ მდგომარეობაში როგორ მდგომარეობაში ეს კოშკი დააქვდა აქ ერთი მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაში არის შემონახული როგორც კულტურული ძეგლი მეორე მხრივ იმ მდგომარეობაში დღეს რა შესაძლებლობებიც აქვს ქართულ სახელმწიფოს ესე არ უნდა იყოს გარდა ამისა მარტო ამ კოშკისთვის ამ სოფელს იმხელა ტურიზმი ექნებოდა უკვე რომ ეს რო იყოს რომელიმე განვითარებული ქვეყნის ან რომელიმე ჩვენი პარლამენტარის ინტერესი ხო ეს რომ საერთო ინტერესი იყოს ქართველის არ ვიცი რა გითხრათ არ ვიცი მე რო ვიყო ამ ქვეყნის ჩავარდე მე რო ვიყო ამ ქვეყნის პატრონი ხო და მქონდეს ის შესაძლებლობები რაც დღეს ჩვენ სახელმწიფოს აქვს სულ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი ჩამოკარგებო დამერწმუნდეთ ფეხი მეტკინა ახლა რო ჩავარდი აი წავედით კარგად აიო გარედან საგათვალიერებინებთ რა ამბაზია ესე გასასვლელი არის ესეთი კიბეები დააკვირდით კარებს აქეთ 6 ფოთოლი აქვს ყვავილს და აქეთ კიდე 4 აი ეს ნახე ამაზე გეუბნებით ეხლა ამ რემონტის დროსაც არ გაუთვალისწინებიათ ის რომ ესენი არ უნდა დაეფარათ და არ უნდა უკაცრავად და მართლა მიეჯვათ აი ამ სიმბოლოზე რა არ უნდა გაეკეთებინათ ეგრე იმიტომ რომ მნიშვნელოვანი სიმბოლოა ეხლა წავიდეთ აი ზემოთ უკვე ის გერბია ოღონდ ვისი გერბია არ ვიცი წარწერაც აქვს ოღონდ ვერ წავიკითხე აქედან იქ მაღლიდან და წამიკითხა შემოვარდ კოშკს ლამაზი ადგილია კი არა და ენერგეტიკულად ძალიან მაღალი სიხშირეები აქვს. რა სიტყვით ცუნცულებო წამოვიდეთ აქ შემდეგ ექსკურსიაზე, აბა დამილაიქეთ ვის მოგეწონათ ეს კოშკი და შემდეგ წამოგიყვანთ აქ ასურეთში. ჩამოდით კაბენის მონასტერზე წავიდეთ. მოკლედ მე-12 საუკუნის საინტერესო ადგილები გავიცნოთ. ეხლა ვიღაცა მეტყვის რომ არა, მე-12 საუკუნის შეიძლება არც არის, შეიძლება უფრო ადრეული არის. ხო, ეხლა დღეშია ეს სილამაზეო კი და მე ვფიქრობ რომ რადგან ორბელები
მე-12 საუკუნეში უკვე აღარ იყვნენ, ანუ იქ დამთავრდა მაგათი არსებობა. ძირითადად აი სულ უგვიანეს თუ ყველაზე ადრეულ, როგორ თქვა, არ ვიცი. როგორ თქვა. ყველაზე უგვიანესი ამ ძეგლის მნიშვნელოვანი ფუნქცია იყო მე-12 საუკუნეში. იმიტომ რომ აი აქედან უკვე აი ამ მთებიდან შეთქმულებას აწყობენ, აქედან ავიდნენ თუ იქ ქვემოთ გზა იქნებოდა ასურეთის გავლით ავიდნენ თუ როგორც ავლდნენ წესით ასურეთიდან იყო იქ აზეულაზე ასასვლელი ადგილი და ეს არის ძროხის თავი. ამ ცხენის, არა ცხენისას უფრო გავს. ცხენია ეს. აი, საწყალი ცხენი. კაი, შენ ლამაზი ქვაო, მე წაგიყვან სახში. აქედანაც ხო უნდა მქონდეს რამე სამახსოვრო. ნახე რა კაი ქვავი პოედიკო. ხო, ენერგეტიკულად მართლა ლამაზი ადგილია. ხო. წავიდით აბა მეგობრებო, კარგად. დამილაიქეთ, მომწერეთ, თუ გინდათ ექსკურსიაზე წამოსვლა, კარგი დღე რო იქნება, წამოვიდეთ ექსკურსიაზე აქ მე ავიდეთ კაბენის მონასტერზე. თუ გინდათ მე ავიდეთ სამშვილდეზეც, მოვიაროთ. მაგრამ ერთდღიანი ტური არ იქნება, ეს რამდენიმე დღე უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ სამშვილდეზეც თუ გინდა ასვლა, ვერ მოვასწრებთ ყველაფრის დათვალიერებას. სამშვილდე დიდია. აბა კარგად, გაკოცით.